ვიცოდით, რომ თქვენს გონებას ყავს ჭიშკრის გუშაგი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა უნდა შეუშვას თქვენს ქვეცნობიერში და რა არა. თუ ეს ჭიშკრის გუშაგი ცრუ რწმენებით არის სავსე, თქვენს ცხოვრებაში იქნება მუდმივი ქაოსი. მაგრამ თუ თქვენს გონებას ასწავლით ინდუქციურ მსჯელობას, თქვენ მოიპოვებთ სუპერ ძალას, სუპერ უნარს, რომლითაც თქვენი გონება გახდება განსაკუთრებული და უკვე ვეღარაფერი შეგიშლით ხელს თქვენი სურვილების ასრულებაში. მოგესალმებით. მე ვარ ნინი, მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი და თქვენ და სასიხარულოდ უნდა გავაგრძელოთ სურვილების ასრულების მასტერ გასაღების გაკვეთილების განხილვა. დღეს შემოგთავაზებთ რიგით მე-11 გაკვეთილის განხილვას, რომლის სათაურიც არის ინდუქციური მსჯელობა და ობიექტური გონება. შესავალი ნაწილი. თქვენ ცხოვრებას მართავენ კანონები, რეალური, გარდაუვალი, უცვლელი პრინციპები. კანონები მოქმედებენ ყოველთვის და ყველგან. ყველა ადამიანურ ქმედებას საფუძვლად ედება მუდმივი კანონები. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც გიგანტურ საწარმოებს მართავენ, შეუძლიათ იდეალურად ზუსტად განსაზღვრონ მათი საწარმოების მომავალი წარმატება. მე არაერთხელ მithქვამს ჩემი მსმენელისთვის, რომ სამყაროში არსებობენ კანონები და პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ამ კანონების შესახებ და შემდეგ, როცა გავიგებთ, უნდა დავიწყოთ ამ კანონების მიხედვით ცხოვრება. ეს არის მიზიდულობის კანონი, მიზეზშედეგობრიობის კანონი, გაცემის კანონი, მსახურების კანონი და ასე შემდეგ. ჩვენი კურსის საშუალებას გაძლევთ, რომ ეს კანონები ყოველდღიურობაში გადაიტანოთ და თქვენზე არის დამოკიდებული, თუ როგორ ოსტატურად გამოიყენებთ ამ ცოდნას თქვენს ყოველდღიურობაში, რადგან მხოლოდ ცოდნა ჩვენ შედეგებს ვერ მოგვიტანს. ყოველდღიურად ჩვენი ცოდნა უნდა გადავიტანოთ ქმედებაში, რომ შედეგი შეიცვალოს. მოდით გადავიდეთ თეზისებზე. ინდუქციური მსჯელობა ეს ობიექტური გონების ისეთი პროცესია, როცა ჩვენ ვადარებთ რამდენიმე ცალკეულ შემთხვევას და ვპოულობთ საერთო ფაქტორს, რომელიც ყველა მათ დასაბამს აძლევს. ინდუქცია ხორციელდება ფაქტების შედარების გზით. ესაა საზღვარი ცრუ რწმენასა და ინტელექტს შორის. ესაა ჭიშკრის გუშაგი, რომელიც ერთ-ერთ წინა თავშია ნახსენები. ამ პრინციპის გაცნობიერება და შესაბამისად მოქმედება არის ჩვენი ამოცანა. თეზისებში ავტორი გვიხსნის, თუ რა არის ინდუქციური მსჯელობა და თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს მის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. და მოდით მარტივი მაგალითით ავხსნათ, რა არის ინდუქციური მსჯელობა, ანუ მარტივ ენაზე და განსაზღვროთ, თუ როგორ შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენზე ინდუქციური მსჯელობის გამოყენება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ინდუქციური მსჯელობა მოქმედებს როგორც რაღაცნაირი დამცველი, ანუ თითქოს ყურთან ყავს ვიღაცან რაღაც გუშაგი, ჯარისკაცი, რომელიც ყველა ინფორმაციას რაღაცნაირად ფილტრავს და ამ ფილტრის შემდეგ ატარებს. მაგალითად, გონებაში შემოდის ნეგატიური აზრი, შიში, ეჭვი. გონება იყენებს ინდუქციას, რათა შეამოწმოს, ეფუძნება თუ არა ეს აზრი, რომელიც ნეგატიური იყო, ჭეშმარიტებას, ანუ მართალია თუ ტყუილია. თუ გონება ჩათვლის, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია, ანუ გუშაგი მას აღარ შემოუშვებს ჩვენს ქვეცნობიერში. ანუ ძალიან მარტივად მინდა აგიხსნათ, როგორ ხდება ამ ინფორმაციის გაფილტრვა. თქვათ, მოხდა ასეთი რაღაც, თქვენმა შვილმა სკოლაში მიიღო ცუდი ქულა. რა მოხდა ახლა? ეს არის ინფორმაცია რაღაცა მომხდარი ფაქტის შესახებ და ჩაირთო თქვენი ჭიშკრის გუშაგი. ჭიშკრის გუშაგი გადაამოწმებს ახლა ეს ინფორმაცია, რომელიც მოვიდა, ჩემმა შვილმა მიიღო 2 ქულა. ანუ ჩემი შვილი ცუდი მოსწავლეა, ხო? ეს ინფორმაცია არის თუ არა ჭეშმარიტი, ანუ ნამდვილად ცუდი მოსწავლეა ჩემი შვილი, თუ ახლა მიიღო ცუდი ქულა, ხო? დავუშვათ, რომ თქვენი შვილი კარგი მოსწავლეა და ახლა მიიღო ეს 2 ქულა. მაშინ ნახეთ რა მოხდება. ეს შემთხვევით მოხდა, ჩემი შვილი კარგი მოსწავლეა, ამ ინფორმაციას გონება კი დაიმახსოვრებს, კი არ ივიწყებს, მაგრამ წმენა წარმოდგენაში აღარ ჩავა, როგორც ჩემი შვილი ცუდი მოსწავლეა. მაგრამ მეორე შემთხვევაში, თქვათ, თქვენი შვილი ცუდი მოსწავლეა. ხო, ანუ ეს არის ინფორმაცია. კიდევ 2 ქულა მიიღო, რა მოხდა? შეამოწმა ეს ინფორმაცია, კი, ჩემი შვილი ცუდი მოსწავლეა. დაემატა ამას, რომ კიდე 2 ქულა მიიღო და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩემი შვილი ცუდი მოსწავლეა და ჭიშკრის გუშაგმა ეს ინფორმაცია შემოუშვა, ჩავიდა ქვეცნობიერში და კიდევ დაილექა. კიდევ დამემატა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი შვილი ცუდი მოსწავლეა. მიხვდით, როგორი იფილტრება ინფორმაცია? მოდით ახლა სხვა მაგალითი განვიხილოთ. მაგალითად, თქვენს ვიღაცა მეგობარს უღალატა ქმარმა, ხო? გაიგეთ ინფორმაცია
მოვიდა თქვენს ესე ვთქვათ გონებამდე და ამოწმებს ეხა ტვინი. თუ თქვენი ქმარი ადრე შემჩნეული იყო ან ღალატში, ან რაღაცნაირად თქვენ მასში ცოტაოდენი ეჭვი გეპარებათ, ესე იგი თქვენი ჭიშკრის გუშაგი ამ ინფორმაციას შემოუშვებს თქვენს ქვეცნობიერში და დაემატება რწმენას, რომ ყველა კაცი მოღალატეა. ან თქვათ ჩემი ქმარი არ არის ფლად ჩემი ერთგული. მაგრამ თუ თქვენი ქმარი ან მეორე ნახევარი სულ თქვენი ერთგული იყო, არასდროს მასში ეჭვი არ შეგპარვიათ, ხო? ეს ინფორმაცია მოვიდა, თქვენმა ჭიშკრის გუშაგმა გაფილტრა, აჰა, ესე იგი რა მოხდა? სხვას უღალატეს, მე არ მიღალატებენ. ჩემი ქმარი, ჩემი ერთგულია. და ეს ინფორმაცია, როგორც ინფორმაციაც შემოვიდა, მაგრამ ქვეცნობიერში არ დაილექა და თქვენ არ შეგიქმნათ ცუდი წარმოდგენა თქვენს ქმარზე და ეჭვი არ გაგიჩინათ. ხა ეს მაგალითები ფლად კარგად ვერ ასახავს ამ ჭიშკრის გუშაგის მუშაობას, მაგრამ ხიზელი გონება მიხვდება რის თქმაც მინდა. ანუ გარედან მოსული ინფორმაცია ჩვენს შინაგან ფილტრში მუშავდება და თუ ჩვენთვის ეს ინფორმაცია სწორია ჩემი ტვინისთვის, მაშინ შემოდის და ამ ცოდნას კიდევ უფრო აბუქებს და ამყარებს. თუ არასწორი, ანუ მე არ მჯერა რომ თქვა ქმარი მიღალატებს, მაშინ ეს ინფორმაცია ჩემგან შორს მიდის. დღეს ხვალ შეიძლება მახსოვდეს და მე აღარ გამახსენდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს ჩვენზე. ზუსტად ყველა მეორე ვიდეოში იმიტომ გავიძახე, რომ მოერიდეთ ცუდ ინფორმაციებს, დაბლოკეთ ეს არხები, ამას იმიტომ გავიძახე, რომ მართლა მოქმედებს ყველა ინფორმაცია ჩვენზე. თუნდაც სხვას ეხებოდეს ეს ფილმით, სერიალით, წიგნით, სხვისი ამბავით მოქმედებს ჩვენზე, იმიტომ რომ ტვინი ვერ აღიქვამს ის მემეხება, ან შემეხება მომავალში, თუ არ შემეხება. ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვეტკინა, ესე თქვა, შეგვეხო, ჩადის ქვეცნობიერში და იქ კარგ მყარ საფუძველს იკეთებს და შემდეგ უკვე მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ჩვენს მომავალზე, ჩვენს ხასიათზე, ჩვენს ურთიერთობებზე სხვა ადამიანებთან. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი გონება იმ ნეგატიური გარემოსგან, რომელშიც ვცხოვრობთ ყოველდღიურად. ეხლა რაც არ უნდა დავბლოკოთ Facebook გვერდები და რაც არ უნდა კარგი ლიტერატურა წავიკითხოთ, გარემოში მუდმივად ხდება რაღაცები, რაც თავისთავად ჩვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივიღე ინფორმაცია, ცუდი ინფორმაცია და დავიცვა. ანუ უკვე მივიღე, მოვიდა, მოვისმინე და მე აღარ დამაზიანოს. თქვენ უნდა ჩამოიყალიბოთ ჩვევა, რომ გაანალიზოთ ყოველი შემთხვევა, ყოველი მოსმენილი სიტყვა, ან ყოველი გაგებული ინფორმაცია. ანუ დაუკვირდეთ, რა გაიგეთ, რა დაინახეთ, რა გესმით. თქვენ უნდა გამოიმუშაოთ აზრების ანალიზის ჩვევა, აი როგორც ჩვევა, ესე უნდა გამოიმუშაოთ ეს ამბავი. ისევ იგივე მაგალითები რო განვიხილოთ, ხო? გითხრეს თქვათ, რომ ვიღაცა გოგოს უღალატეს. ამ დროს ეგრევე თქვენ უნდა მოფხიზლდეთ და უნდა გაიხსენოთ, რომ ეს ინფორმაცია არის თქვენთვის ცუდი. და აი შიგნით მხოლოდ თქვენთვის შეგიძლიათ უთხრათ თქვენს გონებას საკუთარ თავს, რომ ეს ინფორმაცია მე არ მეხება, ეს არის სხვისი ისტორია და მე მსგავსი საფრთხე არ მემუქრება. მეორე მაგალითიც რო განვიხილოთ, თქვენმა შვილმა მიიღო 2 ქულა, ხო? და მოიტანა ეს 2 ქულა. თუნდაც თქვენი შვილი ცუდი აკადემიური მოსწრების იყოს და ცუდად სწავლობდეს, ხო? ეგრევე რა უნდა გააკეთოთ? ეგრევე უნდა იფიქროთ თქვენთვის ისევ, რომ ჩემი შვილი კარგი მოსწავლეა, წარმატებას მიაღწევს, აუცილებლად უკეთეს შედეგებს დადებს. ეს შიგნიდან უნდა დაატრიალოთ ესეთი ფიქრები, იმიტომ რომ თუ თქვენ ამ მიღებული 2 ქულის შემდეგ იფიქრებთ, რომ ჩემი შვილი ცუდია, არაფრის მაქნისია, ოროსანია, ეს ისევ თქვენ დაგაზიანებთ და თავისთავად თქვენს შვილსაც. ანუ თქვენი ფიქრი ხო, თქვენს ხელთაა, ოღონდ უნდა გაგეღვიძოთ მაგ დროს. თუ თქვენ კარგ ფიქრებს ჩაუშვებთ თქვენს ტვინში, მაშინ თქვენი შვილი შეიცვლება. ნახეთ კიდევ ერთხელ, მოხდა ფაქტი, თქვენმა შვილმა მიიღო ცუდი ქულა. ამ დროს ავტომატურად ყველა მშობელი ცუდ რაღაცებს ფიქრობს შვილზე, ხო ასეა? თქვენ უნდა გამოთიშოთ ეგ ავტომატურობა და დაიწყოთ ანალიზი, ანუ გაგახსენდეთ, რომ ცუდი ფიქრები ჩემ შვილზე მეც მაზიანებს და ჩემ შვილსაც. სწრაფადვე უნდა დაიწყოთ კარგის ფიქრი. ვიცი რომ ეს რთულია, ჩემ შვილსაც მიუღია ცუდი ქულა და ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ჩვენ აქ რატო ვართ, რატომ მისმენთ? იმიტომ რომ ისწავლოთ თქვენი ტვინის ინფორმაცია. ხო და თუ გვინდა რომ ეს ვისწავლოთ ყოველდღიურობაში,
უნდა ვაჯობოთ ამ გონებას და მოვუგოთ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მასზე. მოხდა ცუდი ინფორმაცია, უკვე მოხდა ეს ფაქტი. მე ამას ვერ შევცვლი, მაგრამ შემიძლია ფიქრები შევცვალო ამაზე, რომ მომავალში იგივე არ მოხდეს, ან უფრო ცუდი არ მოხდეს. თქვენ ძალიან კარგად იცით, ჩემო მსმენელო, რომ აზრს აქვს უდიდესი ძალა. აზრით შეიძლება ყველაფრის შეცვლა. თქვენი ფიქრებით, თქვენი განწყობით შეიძლება თქვენი შვილები შეცვალოთ, შეიძლება თქვენი ურთიერთობები შეცვალოთ. ეს манипуляცია კი არ არის. ეს არის გააზრებული არჩევანი. მე რა მინდა მომავალში. კი, დღეს მოცემულობამ დამანახა, რომ შვილმა ცუდი ქულა მიიღო, მაგრამ მე ხომ არ მინდა მომავალშიც რომ ცუდი ქულები მიიღოს. მოდი მე კარგს ვიფიქრებ ჩემ შვილზე. თუ კარგს ვიფიქრებ შვილზე, კარგსაც ვიტყვი, კარგსაც ამოუშვებ ამ პირიდან. სახე მოღუშული კი აღარ მექნება, ღიმილი მექნება და ჩემ შვილსაც სიყვარულს მივცემ. დავანახებ რომ მე მჯერა მისი მომავლის. ჩემი შვილი ამას იგრძნობს, ხო ასეა? და შემდეგ ის შეეცდება უკეთესი მოსწავლე იყოს, უკეთეს პიროვნება ჩამოყალიბდეს. ეს არის და ეს. ჩვენ შეგვიძლია გონების მართვა. ოღონდ ჯერ უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილება, რომ მე აღარ ვიქნები ავტომატური და როცა მოხდება რაღაცა ფაქტი, რომელიც მე არ მომეწონება, ამ ფაქტს ნერვებს კი არ მოვაშლევინებ, უკვე მომხდარს. პირიქით, ჩავერთვები თამაშში და მე ვიქნები მასზე ძლიერი. ანუ ვიფიქრებ პოზიტიურად და ჩემი პოზიტიური ფიქრი მომავალში მომიტანს პოზიტიურ შედეგს. და მაინც ადამიანის ტვინი უფრო კარგად ხსნის ყველაფერს. კი, ვაჯამებთ. ინდუქციური მსჯელობა ეს არის ობიექტური გონების პროცესი, როცა ჩვენ ვადარებთ რამდენიმე სხვადასხვა შემთხვევას, რათა ვიპოვოთ მათთვის დასაბამის მიმცემის საერთო ფაქტორი. ჩვენ ვდგავართ ახალი ერის მიჯნაზე. მოვიდა დრო, როცა ადამიანმა გაიგო ოსტატობის საიდუმლოებები. ახალი ნებისმიერ სხვაზე საოცარი საზოგადოებრივი წყობის დადგენის წინამძღვრები მზადდება, რომელზეც მხოლოდ ოცნებობა თუ შეგვეძლო. დაიბადა ახალი ერა, რომელიც გამოხატვის ახალ ფორმას მოითხოვს და ის ფორმირდება გამოვლენადი ძალის ღრმა გაცნობიერებაში, სულიერ საქმიანობაში, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ახლა აქ რაზეა საუბარი? ანუ ჩვენ მთელი 11 გაკვეთილის განმავლობაში ვსაუბრობთ აზრის ძალაზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ აზრი არის შემოქმედებითი და მას შეუძლია მთელი ცხოვრების შექმნა, ხო? ავტორი ასევე გვეუბნება იმას, რომ ახალი ერა მოვიდა, დადგა ახალი პერიოდი, სადაც საიდუმლოებებს აეხადა ფარდა. და რა არის ეს საიდუმლო? რატომ იყო ეს წიგნი აკრძალული, დამალული? იმიტომ რომ აქ წერია, რომ აზრს აქვს ძალა, თუ ჩვენ ვისწავლეთ გონების მართვას, მის დამორჩილებას, ცხოვრებას შევცვლით და ახალი ერა, ანუ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, ინტერნეტის ფართო შესაძლებლობები გვაძლევს იმის ხილვის საშუალებას, რომ ყველა მეორე თუ არა, ყველა მეათე ადამიანი უკვე სულიერ საქმიანობას ეწევა, ზოგი მედიტირებს, ზოგი ლოცვას კითხულობს, ზოგი იოგას იწყებს. რატომ? იმიტომ რომ ადამიანების ყურადღება გარე სამყაროდან შედის შინაგან სამყაროში. ადამიანმა ისწავლა თვალის დახუჭვა. თვალის დახუჭვით რა ხდება? ნახეთ, როდესაც მე თვალი ღია მაქვს, აქ ყვავილი დავინახე, იქ შუქიანთია, იქ რაღაცა ხმა არის, ხო? ანუ ჩემი ყურადღება წაიღო სხვადასხვა რაღაცებმა, ხო? ხან იმას შევხედე, ხან ეს გავიგონე. ანუ გაფანტული ვარ, მაგრამ როდესაც თვალი დავხუჭე, უკვე ჩაერთო შინაგანი სამყარო, უკვე ტვინი სხვანაირად იწყებს მუშაობას და მე ვარ ფიქრის რეჟიმში. რა მინდა, რას გრძნობ, სად მტკივა, სად მაქვს მოჭიმულობა, ანუ თვალი დავხუჭე და შიგნით შევიხედე. ახალი თაობის გასაღების სწორედ ეგ არის, რომ შენ შედიხარ შენთვის ოთახში მარტო, ხალხო, მარტო ყოფნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა აკეთოთ, მარტო ყოფნა. დღეში 1 საათი უნდა იყოთ მარტო. და აქედან 20 წუთი თვალდახუჭული. შედიხართ ოთახში, მარტო, ხუჭავთ თვალს, გარეთ ხმაური მაინც იგრება, ხან ბავშვი გაირბენს, ხან რაღაც ტელევიზორის ხმა შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ თქვენ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. დახუჭოთ უნდა თვალები და აბა შიგნით რა ხდება? აბა მე რა მინდა, მე რა მსურს? ნამდვილად მსურს ის მანქანა, რომელზეც მე ფიქრება, თუ ჩემს მეზობელს რო ყავს, იმიტომ მომინდა. ნამდვილად მომწონს ის პროფესია, რომელშიც ვარ დღეს დასაქმებული, თუ ახალი პროფესია მინდა. ანუ ახალი ერა, ახალი თაობა უკვე წავიდა შინაგანი სამყაროს ანალიზისკენ. ვისწავლეთ შიგნით შეხედვა და არა გარეთ რაღაცეებიდან
მინდას გამომუშავება. მინდა თუნამდვილად გვინდა გავიგოთ მართლა სულს რა უნდა და არა მხოლოდ თვალებს, ამ შინაგანი სამყაროს დათვალიერებით, შინაგანი სამყაროსთან ჩაღრმავებით ისწავლება. ყველაზე მარტივი წეღან გითხარით კიდეც და უნდა განმეორდე. გამორთე ტელევიზორი, შედი ოთახში, დახუჭე თვალები და ვინ ხარ? საკუთარ თავს დაუსვეს კითხვა. ვინ ვარ? აი ვინ ვარ მე? რატომ დავიბადე? ამ საუკუნეში რატო დავიბადე? რატომ აქვს ეს პროფესია? რატომ ყავს ეს შვილი? რატომ ყავდა ეს მშობლები? რატომ დავდივარ ამ გზაზე? რატომ მივიღე ეს განსაცდელი, რომელიც თავის დროზე მივიღე? ან რატომ გამიმართლა ასე? ანუ იფიქრე რა, ეს არის შენი საქმე. თავარი, როგორც ჰიგიენა დილის, ხო? აი, კბილებს ვიხეხავთ, შხაპს ვიღებთ. აი ასე, ყოველ დღე 20 წუთი. მარტო ყოფნა, თვალდახუჭული. 20 წუთი 1 საათი, რაც უფრო მეტი უკეთესი. ეს არის გადარჩენის გზა, ეს არის გამოსავალი და ყველა რელიგია, ყველა სწავლება გვასწავლეს შინაგან სამყაროში შეხედვას. შეიძლება თვალგახელილმაც ჩაერთო ამ პროცესში, მაგრამ საწყის ეტაპზე უფრო მარტივია, უფრო მეტად კონცენტრირდები, როდესაც თვალდახუჭული ზიხარ და შინაგან სამყაროს შეისწავლი. მოდით გადავიდეთ სავარჯიშოზე, ძალიან რო არ გამიგრძელდეს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სექტემბერში ჩვენ ვიწყებთ ახალ კურსს სურვილების ასრულების მასტერ გასაღებზე. რიგით მე-9 ნაკადი გვექნება. რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა უკვე მომწერა და აქვთ სურვილი რომ ჩაერთონ კურსში. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მოინდომოთ საკუთარი თავისთვის გადადოთ რესურსი, როგორც ფინანსური, ასევე დროის რესურსი, რომელიც ყველაზე ძვირფასია. 5 კვირიანი კურსის ღირებულება იქნება 100 ლარი და ეს არ შეიცვლება და პირად შეტყობინებაში მოგწერთ და დეტალურად აგიხსნით რა როგორ იქნება კურსის განმავლობაში. ახლა კი მოდით გადავიდეთ სავარჯიშოზე. რიგით მე-11 სავარჯიშოც რა თქმა უნდა სრულდება თვალდახუჭულ მდგომარეობაში, უნდა დაბრძანდეთ სკამზე, ხელები დაილაგოთ მუხლებზე და სხვათა შორის მე-11 სავარჯიშოდან უკვე იწყება განსხვავებული სავარჯიშოები. თუ ადრე მასტერგასაღების სავარჯიშოებში იყო კონკრეტული ინსტრუქციები და გვეუბნებოდნენ წარმოიდგინე წყალქვეშა ნავი, დახატე 5 წერტილი და ასე შემდეგ, აქედან, ანუ მე-11 სავარჯიშოდან უკვე სულიერი სავარჯიშოები იწყება და თითოეული თქვენგანი განსხვავებულად შეასრულებს ამ სავარჯიშოს. ანუ არ არის ერთი კონკრეტული ინსტრუქცია, კი არის ინსტრუქცია, მაგრამ ტვინი თითოეულის ხო განსხვავებულია, განსხვავებულად შეგასრულებინებთ, ესე რომ ვთქვათ. მე ახლა წაგიკითხავთ და მიხვდებით, რასაც გულისხმობ. ამ კვირაში ვარჯიშის დროს კონცენტრირდით ფრაზაზე ბიბლიიდან. ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება. ყურადღება მიაქციეთ, შეზღუდვები არ არის. სრულიად ცალსახადაა ნათქვამი ყველაფერი. ეს კი ნიშნავს, რომ ერთადერთი თქვენი შეზღუდვა თქვენი საკუთარი უნარია იაზროვნოთ. შეესაბამოთ შემთხვევას, იმოქმედოთ სასწრაფო აუცილებლობისას. გახსოვდეთ, რომ წმენა ჩრდილი კი არ არის, არამედ რაღაც არსებულია. მოსალოდნელის განხორციელება და დარწმუნებულობა უხილავში. საკმაოდ რთულად აღსაქმელი სავარჯიშოა, ხო? და მე გეტყვით ახლა რა უნდა გააკეთო. ესე იგი, ხუჭავთ თვალს და ამ ფრაზას ვატრიალებ. ყველაფერს, რასაც ლოცვაში ვითხოვ, წამს რომ მივიღებ და ჩემი იქნება. ძალიან მიყვარს ეს ფრაზა. ანუ რას ნიშნავს ეს ფრაზა? ესე იგი, ლოცვაში მე რო რაღაცას ვთხოვ ღმერთს, ჯერა რომ ამას მე მივიღებ და ის უკვე ჩემი იქნება. 15 წუთის განმავლობაში ამ ფრაზას ვიმეორებ. სხვას არაფერს არ ვიმეორებ, მაგრამ თან უნდა მესმოდეს ეს ფრაზა რას ნიშნავს. კიდევ ერთხელ, ეს ფრაზა ნიშნავს, რომ მე რომ მინდა რომ ეს ყვავილი მქონდეს, თქვათ 5 წელში. მე ამ ყვავილს ვხედავ, როცა ვლოცულობ და ზუსტად ვიცი რომ მექნება. აი ეს არის სავარჯიშო. 15 წუთის განმავლობაში. ამ ფრაზის გამეორება და ამ ფრაზის შინაარსი რაც არის, იმაში თავის დარწმუნება, გავარჯიშება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მომდევნო კვირაში შემოგთავაზებთ უკვე მე-12 გაკვეთილის განხილვას. ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტაროთ, კითხვები დაგვისვათ. რა ვიცი, რაღაცა აქტიობები გამოიჩინოთ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე კიდევ გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის.